საღამომშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. აი თქვენთან მოვედი ახლა ესეთი საჯარო თემით. Დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ახლა, რატომ ვსტავკავს ამდენს სოციალურ ქსელებში. რა უნდა მეგობრებო? აი რა უნდა? ბოლო-ბოლო რა უნდა ამ ადამიანს ჩვენგან? აი რა უნდა? მე არ მასვენებს და აი თქვენთანაც რა უნდა? მიჯაჭულობა თქვენთან მეგობრებო. აი ეს ადამიანი მოჯაჭულია ძალიან თქვენთან. თქვენს გარეშე არ შეუძლია და რა გააკეთოს. ეს კარგიც არის და ცუდიც. ამ შემთხვევაში ჩვენთვის კარგია და მისთვის ცუდი. აი ასте კიდევ რა უნდა? რა უნდა რომ გოსტავს? რა უნდა ჩემო მეგობრებო და სიხარული უნდა, გახარება უნდა, ბედნიერება უნდა, აი სულიერად სიმშვიდე უნდა. კიდე რა უნდა? კიდე რა უნდა მეგობრებო და პატივისცემა ძალიან გაფასებთ და უნდა რომ თქვენს აფასებდეთ ამ ადამიანს. ბოდიში. ამ ადამიანს თავისი აი გვირგვინი უფრო უყვარს როგორც ჩანს, თქვენ ძალიან დაადგით ამ ადამიანს გვირგვინი და ეს გვირგვინი ახლა მეგობრებო ხელში უკავია და თქვენ გელოდებათ კიდევ როდის ჩამოაცმევთ თავზე. ნუ რას უკაცრავად? აი ამიტომ გოსტავს. კი ბატონო, კიდევ რა მეგობრებო? კი, საკუთარ თავს ესაუბრება სარკის წინ დადგება, მეგობრებო, ეთყობა უყვარს თქვენს პარტნიორს, ძალიან ესეთი გაპრანჭვა, მე რა რომ მამაკაცები არიან, მამაკაცებიც იპრანჭებიან, მეგობრებო. კი ბატონო, ხო და აი ნახეთ, აი ესე უბნება საკუთარ თავს. აი როგორც ქალები ვიტყვით, სარკევს საჭვრეტელო, აი თუ როგორ არის, ზღაპარში როა, ზღაპარი კინო როა, მეგობრებო. აი იმაში ზუსტად. შენ ხარ ყველაზე სიმპათიური, შენ ხარ ყველაზე მიმზიდველი, სექსუალური და აი ესეთ რაღაცებს ეუბნება საკუთარ თავს და გვირგვინი უკავია ხელში. რო აი თქვენ გელოდებათ, როდის მიხვალთ და ჩამოაცმევთ ამ გვირგვინს თავზე. ჩამოაცმევთ თუ ჩამოამხობთ, ეს უკვე სხვა საკითხია. მეცინება. კი. კიდევ რატომ ვსტავკავს მეგობრებო და ყურეთ, ძალიან ძალა გაქვთ თქვენ ამ ადამიანზე და ამ ადამიანს უნდა რომ თქვენით ძალა დაიბრუნოს. ანუ თქვენ ხართ ძალიან ძლიერები და თქვენ კვებავდით ამ ადამიანს და ეხლა უნდა რომ აი ეს ძალა ისევ დაიბრუნოს. კი, დაიბრუნოს თან აი ესე წაკი მასხარაობით. კიდევ რა უნდა? ბოლო-ბოლო რა უნდა ამ ადამიანს? რა უნდა ჩვენთან? რო გვაკონტროლებს სოციალურ ქსელებში, მეგონა მხოლოდ ინსტაგრამზე მომაკითხა და რატომღაც მომაკითხა TikTok-ზეც. კი ბატონო მეგობრებო, გადაქექილი აქვს ინტერნეტი. აი გადაქექილი აქვს თქვენს პარტნიორს ინტერნეტი. ცნობის მოყვარეობა, აი ზუსტად. აინტერესებს ვინსთან ხართ, რას აკეთებთ, რა სჭამთ, რა გაცვიათ, სად ხართ, როდის იყავით ბოლოს. აი ამ ადამიანს ჩაფიქრებული აქვს, ჯინის ყულაბა გახსნილი აქვს და ამბებს გებულობს. და უნდა რომ აი ყველგან ყველაფერი შეისრულოს, თქვენთან დაკავშირებით ყველაფერი შეისრულოს. აი ასე თქვენ ხართ მისი სურვილის ჯინი. რა ვქნა მეგობრებო, ესეა. როგორც არის, ასე არის კი. მწვერვალებს აღწევს თქვენით. აი ამ მწვერვალებზე ასასვლელი გზა თქვენით არის. აი ნახეთ, მწვერვალებზე ასასვლელი გზა თქვენით არის. აი აქ, აი იქეთ. კი ბატონო. კიდევ რატომ ვსტავკავთ? რა უნდა მეგობრებო? რა უნდა და მეგობრებო, აი რაღაცის აი უნდა რომ რაღაცა გამოიჩინოს თავი. უნდა რომ დაგანახოთ რომ აი აქ ვარ, ხელს გიქნევთ, აქ ვარ. ხო და თავის თავს ელაპარაკება. თავის გახოულ ლაბირინთში. ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი პრობლემები თავისით შექმნა თქვენთვის, მაგრამ გაიხვა თვითონ. აბატონო. აი ასე მეგობრებო. უკავია თითქოს თავისი ფინანსები თუ კარტები. ვაიმე მეგობრებო, რა ის ფინანსები ნახეთ? აქ ხელი ხატია და მკითხაობს ეს ადამიანი. გამოსავალს ეძებს მკითხაობაში ხელის გული, ჩემო ძვირფასებო, გეფიცებით ახლა დავაკვირდი. აი ნახეთ, ხელის გული ახატია აგერ. და ეს ადამიანი მკითხაობს თქვენზე, მკითხაობს მეგობრებო, უეჭველი. ცნობის მოყვარეობა კლავს, რას აკეთებთ და მკითხაობს ზოგადად ყველაფერს თქვენ შესახებ. კიდევ რა მეგობრებო? კი, აი გამოკვლევებს ატარებს. კიდევ ის რომ გრძნობები აქვს ძალიან და თვითონ ფიქრობს რომ ორმხრივია ეს გრძნობები. ანუ როგორც მას აქვს თქვენს მიმართ, თვითონ ფიქრობს რომ თქვენს გაქვთ მის მიმართ. აბატონო. შეიშლებით თუ გინდათ. და
ანუ ძალიან ამაღლებული გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და თქვენ ხართ მისი აი ეს ჯოხი, რომელიც ესე დაუქნევს და აი ესე ყველაფერს აუსრულებს, სურვილებს. ჯადოსნური ჯოხი ხართ თქვენ მისთვის. კი ბატონო, ჯადოსნური ჯოხი ხართ მისთვის, ჩემო ძვირფასებო. ეხლა მინდა კიდევ გავარკვიოთ, ცოტა დრო მაქვს. კიდევ დრო მაქვს, მეგობრებო. რატომ გსტავკავთ? თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი და დარწმუნებული იყავით, რომ მეგობრებო, კი, სოციალური ქსელები გადაბრუნებული აქვს. გაარკვიოს უნდა თქვენ, თავისუფალი ხართ თუ არა, კიდევ ნერვიულობთ თუ არა, თუ ჩვეულებრივად გააგრძელეთ ცხოვრება თუ არა. ანუ სულელი სარკანში აი, თქვენ ბედნიერი ხართ თუ არა, გაანოლეთ მასთან ურთიერთობა თუ არა. ქვემოდან ნახეთ რა კარტია. გსურთ მასთან ოჯახი თუ არა. აი, ელოდებით თუ არა მის მოსვლას. მეგობრებო. აი, რა ვქნა მეგობრებო. ბატონო, ელოდებით თუ არა მას? არა და მას ელოდებით, მან იცის რომ თქვენ ელოდებით. კი ბატონო, აი მეგობრებო. გინდათ თუ არა მასთან ოჯახი, შვილები. აი თუ გინდათ მისი დაბრუნება, თუ გქონდათ ოჯახი და გინდათ მისი დაბრუნება, ან იქნებ არ გინდათ. აი აინტერესებს. ძალიან ცნობის მოყვარეა. ტრანსფორმაცია თქვენი ურთიერთობის. ელოდეთ ამ ადამიანისგან შეტყობინებას. აი როგორც ჩემა ეხლა გამოჩნდა, ჩემო ძვირფასებო, ასევე ელოდეთ თქვენს. მოდი მაინც გავარკვიოთ. ბალანსის შენარჩუნებას იცდება. ეხლა მინდოდა რომ დამესრულებინა, მაგრამ მეგობრებო, კიდევ ვისარგებლებ მაგ დრო. ბალანსის შენარჩუნება უნდა, დაბალანსება უნდა ამ ურთიერთობის და ტრანსფორმაცია ეს ურთიერთობა არის ტრანსფორმაციაში. ელოდეთ ამ ადამიანიდან რაღაც შეტყობინებას და თითქოს მეგობრებო რაღაცის წარმატებას, ანუ წინსვლას ელოდეთ ამ ურთიერთობის, ამ ადამიანიდან. ნუ ეხლა მე გეტყვით რომ ელოდეთ და ეს თქვენი გადასაწყვეტია ეხლა. კიდევ რა, 1-2 კარტი. აი ეს ურთიერთობა არის დაპაუზებული მეგობრებო. ეს ადამიანიც კიდევ ბევრ თქვენთაგანთან არის ასაკში პატარა, ასაკობრივი სხვაობაა თქვენ შორის და კი მეგობრებო. ეს ადამიანი მოითხოვს ურთიერთობის გაღვივებას. ძალიან თავაზიანი და ყურადღებიანი იქნება. ეს არის პლატონური ურთიერთობა მანძილზე. ძალიან მოკრძალებული და ეს ადამიანი ახლა კია გაუბედავი და პაუზებშია, მაგრამ ელოდეთ მისგან, ელოდეთ შეტყობინებას, ელოდეთ რაღაც დათბობას ურთიერთობის და ურთიერთობის გაღვივებას, ოღონდ ბალანს კიდევ ურთიერთობაში. ნუ ელოდეთ მეგობრებო და დანარჩენი თქვენ გადაწყვეტეთ. ეს ადამიანი მოდის და თქვენი გადასაწყვეტია მიიღებთ თუ არა. ეხლა მე არ დამაბრალოთ არაფერი. აი, ელოდეთ მისგან მსვლელობას, ელოდეთ მისგან ინიციატივას, ელოდეთ SMS-ებს და ელოდეთ მოსვლას ამ ადამიანიდან, მეგობრებო. მე კი თქვენ გელოდებით კომენტარებში. აბა დროებით.